მაშ ასე ჩემოკარგებო, ტარო პროგნოზი მარტისთვის, წყლის ნიშნებისთვის დავიწყოთ კირჩხიბით. ვნახოთ რა ელოდებათ ზოგადად, ან რა მინიშნებას მოგცემს ორაკული. ჩემოკარგებო, აქ ლაპარაკია შესაფერის მომენტზე, შანსზე, რომელიც მოგეცემათ მარტის თვეში და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ აუცილებლად. არ ვიცი რას შეეხება კონკრეტულად, რა შანსი არის ლაპარაკი, თითქოს ესეთი მომენტია სიბნელეში შემოჭრილი სინათლის სხივი და უნდა მოახერხოთ და აი ეს პატარა ნაპრალი, რაც გაიხსნება თქვენს წინაშე, ვისაც რა თქმა უნდა პრობლემები აქვს ცხოვრებაში, გამოიყენოთ და აი თქვენი ტკივილი, თქვენი დარდი შეცვალოთ ნათელით და ბედნიერებით. ამის შანსი გამოჩნდება მარტის თვეში და გირჩევთ არ გაუშვათ შანსი ხელიდან. ვნახოთ ტაროზეც. ჩემოკარგებო, ტარო გვეუბნება, რომ კირჩხიბებისთვის რაღაცა ეტაპი სრულდება მარტის თვეში, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება. ვფიქრობ, აი ზუსტად ორაკულს აგრძელებს, ორაკულის ინფორმაციას აგრძელებს ტარო გრანდ ლუქსი. ძალიან მიყვარს, უზომოდ მიყვარს ეს დასტა, განსაკუთრებულად თბილია, რეალისტია და კარგი მოლაპარაკე. დადგება ინსაიტი, თქვენთვის აღმოჩენა იქნება მარტის თვეში, აღმოჩენებით იქნებათ, გაირკვევით საკუთარ თავში, დამშვიდდებით, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ, ვიღაც შეიძლება რელიგიურიც გახდეს, მაგრამ მენტალს არ გამოურიცხავთ. ჰაილის დედოფალი გვეუბნება, რომ მარტის თვეს გამოიყენებთ თქვენს სასარგებლოდ, თუ კი ემოციებს გადაწევთ უკან და გამოიჩენთ გონიერებას ზედმეტი ემოციების გარეშე. ასევე ჩემოკარგებო, შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ვიღაც ქალბატონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. დაგეხმარებათ, გვერდში ამოგიდგებათ და ეს ადამიანი მომავალში წარმატების მომტანი იქნება თქვენთვის. არ ვიცი, რჩევის სახით იქნება ეს, თუ რეალური დახმარების სახით, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. კარგია, რომ რაღაც რთული პერიოდი მთავრდება თქვენს ცხოვრებაში და მარტის თვე ესე მშვიდად ჩაივლის თქვენთვის, ზოგისთვის იქნება ეს მედიტაციების პერიოდი, განშტის პერიოდი, სულიერი პრაქტიკების პერიოდი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ და ბედნიერი მომავლის საწინდარი იქნება, ასე ვთქვათ. ვნახოთ კირჩხიბებისთვის ფინანსები და კარიერა. სამწუხაროდ კირჩხიბები, ვისაც თქვათ, არ აქვს სამსახური და პრობლემები აქვს ფინანსური კუთხით, მარტის თვეში კარგს ვერაფერს გპირდებით, ბევრად წინ ვერ წაიწევთ, მაგრამ ჩემოკარგებო, არ დაგავიწყდეთ, ისევ გავიმეორებ, ეს არის ტარო პროგნოზი, არ ვარ ასტროლოგი, არ არის ასტროლოგიური გათვლები აქ და ყველასთვის ერთნაირად არ რეზონირდება. თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება რომელიღაცა თქვენგანი, შიშებიც გაქვთ, რომ ამ პრობლემებს ვერ გადალახავთ, შეიძლება ამ პრობლემებიდან გამოსავალი დაინახოთ და ამ კუთხით იყოს მარტის თვე თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაინც ვნახოთ. კი, ჩემოკარგებო, დაგეხმარებათ, ვიღაც ადამიანი გამოჩნდება კონკრეტულად ერთი ან ორი პიროვნება, შესაძლებელია, შეიძლება ერთი თქვენი აღმნიშვნელი იყოს, ერთი თქვათ მეფე და იმპერატორი, ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, აქ უფრო იდეებზეა ლაპარაკი, აქ უფრო გეგმებზეა ლაპარაკი, აი გამოსავლის მოძებნაზეა ლაპარაკი, ჩემოკარგებო და დახმარებაზეც რა თქმა უნდა, აი ეს გამოუვალი მდგომარეობა, ვინც რთულ პერიოდშიც გადის, ფინანსური თვალსაზრისით და კარიერული თვალსაზრისით, დამხმარე გამოგიჩნდებათ, ვისაც ყველაფერი კარგად აქვს, რა თქმა უნდა, ისე გაგრძელდება აქ რაღაცა მოულოდნელობებზე, არ არის ლაპარაკი, რომ პრობლემები შეგექმნათ ამ კუთხით და ვნახოთ პირადი ცხოვრება კირჩხიბებისთვის მარტის თვეში როგორი იქნება.
ვიღაცა ჩემოკარგებო აქ ყველაზე არ არის რა თქმა უნდა ლაპარაკი, ძალიან იტყუებს თავს, რადგან დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, თითქოს გადაწყვეტილების მიღება უნდა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, წყლის 6-იანი ჩემოკარგებო, კი არა, უკაცრავად შეყვარებულები, ვენეცია რო და იმას თქვენი უცებ წყალი რატომღაც წამოვიდა თავისით, უკაცრავად შეყვარებულები რა თქმა უნდა მიუთითებს მნიშვნელოვან ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილების მიღებაზე, არჩევანზე და მთვარე გვეუბნება რომ რაღაცაში ცდებით, ილუზიაში იმყოფებით, მაგრამ აი ეს სულიერი ფორიაქი, ამას თქვენ თვითონაც ხვდებით, როგორც ჩანს და აი მარტის თვეში აი ეს თქვენი ფორიაქი დასრულდება, დამშვიდდებით, ანუ მიიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას და ვნახოთ აბა როგორ იქნება ეს გადაწყვეტილება თქვენთვის, იმიტომ რომ აქ უკვე რაღაც ძალიან ну ვინც ელოდება ჩემოკარგებო, ვისაც ეჭვი აქვს თავისი პარტნიორის მიმართ ეჭვებშია, ეჭვიანობთ არის თუ არა სხვა ადამიანი თქვენს წყვილში მაგალითად მესამე ზედმეტი დაგამშვიდებთ რომ არ არის და მიიღებთ ამის დამადასტურებელ რაიმე ფაქტს ჩემოკარგებო, ვინც ელოდება თქვათ სერიოზულ ნაბიჯებს პარტნიორის მხრიდან ხელისთხოვნას თუ ხელისთხოვნაზე დადებითი პასუხის მიღებას ჩემოკარგებო, მიიღებთ სასურველ პასუხს, აქ ძალიან დიდი ალბათობაა რომელიღაცა თქვენგანმა გადაწყვიტოს ქორწინება, ან ბოლო-ბოლო დაინიშნოს ქორწინების თარიღი და მარტის თვეში შედგეს თქვენი ქორწინება, არც ეს არის გამორიცხული. ანუ ეს თქვენი ფორიაქი გაურკვევლობა თქვენს პირად ცხოვრებაში დასრულდება თქვენს სასარგებლოდ ჩემოკარგებო და იქნებით ბედნიერი, მიაღწევთ სასურველ მიზანს თქვენ საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით. ვნახოთ რა ელოდებათ მორიელებს მარტის თვეში, დავიწყოთ ორაკულით. ორაკული გვეუბნება გულის სახლი, შევკატარი ელმობიერება, კეთილგანწყობა, კარგ ადამიანს ნიშნავს ზოგადად, გულიან ადამიანს და როგორც ჩანს მარტის თვე მორიელებისთვის იქნება ემოციებით, გრძნობებით, პოზიტიური ემოციებით დატვირთული, რასაც ამ თვეში გააკეთებთ სიყვარულით, უკავშირდება თქვენ საყვარელ ადამიანებს, ოჯახს, ზოგადად ადამიანების მიმართ იქნებით ძალიან გულწრფელად, თბილად, პოზიტიურად განწყობილი და სასიამოვნო ემოციებით ჩაივლის მარტის თვე უმრავლესი მორიელებისთვის. ვნახოთ ტაროზეც, აი ზედმეტი კარტი გადმომყოლია, ну ალბათ ასე იყოს საჭირო. ზოგადად აი რაღაცა ესეთი მოვლენებით, ძალიან ბევრი მოვლენებით არ იქნება დატვირთული, როგორც ჩანს, უფრო მშვიდ გარემოში ჩაივლის მარტის თვე. ერთია ნიუანსი, რომ აი ვისაც არ გააჩნია აი ეს სიყვარული, კონკრეტულად პარტნიორი და პირად ცხოვრებაზეც არის აქ უფრო მინიშნება, ვინც მარტო გრძნობს თავს, ეულად გრძნობს თავს, ეს ადამიანები გამოცოცხლდებიან მარტის თვეში, რადგან გამოჩნდება ვიღაც პიროვნება, პირველ რიგში პირადი ცხოვრებისთვის, პირადი ურთიერთობისთვის, რადგან მორიელები იქნებიან განწყობილი სიყვარულისთვის, ალბათ გაზაფხულის ბრალია ემოციებისთვის და მარტოხელა მორიელების ცხოვრებაში არ დააყოვნებს გამოჩნდება ესეთი ადამიანი. ასევე ჩემოკარგებო რაღაც ახალი შემოთავაზებები იქნება, ახალი წამოწყებები იქნება, რომლის წინაშეც ცოტა შეიძლება დისკომფორტი გაგიჩნდეთ, რადგან გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ და იქნება, ასე ვთქვათ, შინაგანი დიალოგი გამუდმებით ამ თემასთან დაკავშირებით, ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები, მაგრამ მარტის თვეში აი ეს ახალი მოვლენები, რაც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, ახალი ადამიანები, სამომავლოდ წარმატებას და ბედნიერების მომტანი იქნება და ძალიან ბევრსაც ნუიფიქრებთ, შემოუშვით ის ადამიანები თქვენ ცხოვრებაში, ან წამოიწყეთ ახალი საქმე და ყველაფერი კარგად წარიმართება. ეს არის საძირკველის ჩაყრა მომავალ თვეებში, შეიძლება წლების განმავლობაშიც, მერე ეს ადამიანები ან ეს წამოწყებული საქმე ძალიან დადებითი შედეგების მომტანი იყოს თქვენთვის და ბედნიერების გარანტი. ვნახოთ ფინანსებში, ზოგიერთ მორიელს ცოტა
პრობლემები ელოდება ფინანსური კუთხით. აქ არის ლაპარაკი უფრო აი დიდი ხნის ისტორიაზე და დიდი ხნის ისტორია შეიძლება ეს პრობლემა დიდი ხნის იყო იმის თვალსაზრისით რომ ვიღაცას თქვათ აქ აქვს თქვენი ვალი და არ გიბრუნებთ თანხას ამ პირიქით ვალი გაქვთ გასასტუმრებელი და ეს ისტორია ძალიან დიდი ხანია გრძელდება და მარტის თვეშიც რაღაცა პერიოდი პირველი 2 დეკადა ანუ 20 დღე პირველი 2-10 დღე დეკადა აი გულისხმება 10 დღე თვის მანძილზე ცოტა მაინც ესე ჩრდილად გაზდევს თქვენს ცხოვრებას მაგრამ თვის ბოლოსკენ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს თუ ეძებთ სამსახურს დიდი ხანია თვის ბოლოსკენ უფრო იშოვით ახალ სამსახურს ან გამოჩნდება ისეთი ადამიანი რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრობლემების მოგვარებაში და ვნახოთ პირადი ცხოვრება მორიელებისთვის აქ უკვე მინიშნება გქონდა ჩვენ მაგრამ ვნახოთ შემოკარგებულ ზუსტად ამაზეა ლაპარაკი ეს ორაკული ნამდვილად ეხმიანება ტაროს პროგნოზსაც ზოგად პროგნოზს და პირად ცხოვრების პროგნოზსაც როგორც ჩანს მორიელებისთვის პრიორიტეტი მარტის თვე იქნება სიყვარული პირადი ცხოვრება ემოციები მოულოდნელი გამართლება ამოდის შემოკარგება პირად ცხოვრებაში რაღაც ისეთ აღმოაჩენთ თქვენ საკუთარ თავში როგორც ჩანს ამ დიდი სიყვარულის ძალას ან აღმოაჩენთ ადამიანს რომელსაც მართლაც უპირობოდ უყვარხართ და როგორ გაგიმართლათ ცხოვრებაში აი ეს ფრაზა გაზდევს მორიელების პირად ცხოვრებას და ზოგადად მარტის თვე უფრო ამ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მარტო ხელა მორიელები შეხვდებიან ისეთ ადამიანს რომელსაც გულწრფელად შეიყვარებენ და იფიქრებენ ქორწინებაზე ჩემოკარგებო ოჯახზე ვისაც დაგეგმილი აქვს შეიძლება მარტის თვეში ეს გეგმა განახორციელოს თუ კი ოჯახური პრობლემები აქვს წყვილს რომელიღაც წყვილს მორიელისას და ფიქრობთ რომ ბევრი რაღაც არ იცით თქვენი პარტნიორის ან მეუღლის შესახებ ეს ეჭვებიც გაქარწყლდება და თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ ჩემოკარგებო ასე რომ მორიელებო გილოცავთ ძალიან ემოციური სიყვარულით სავსე მარტის თვე გელოდებათ მაშ ასე თევზებო ვნახოთ თქვენ რა გელოდებათ მარტის თვეში ვნახოთ ორაკულის მინიშნება ორაკულის რჩევა რას გვეტყვის ორაკული და გვეუბნება რომ კარების დახურვაო რაიმე კარის დახურვა თამამლამა არის რაღაცა საქმის დასრულება ბოლომდე მიყვანა და მარტის თვე ზოგიერთი თევზებისთვის იქნება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საქმის დაგვირგვინებით ღირსშესანიშნავი რაღაც ვალის გასტუმრება, თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულება, დასახული მიზნის მიღწევა და ამით დასრულება იმ საქმის, რისთვისაც დიდხანს იბრძოდა. ზოგისთვის შეიძლება ეს მართლა რატომ მომივიდა აზრად, მაგრამ რაღაც სასამართლო დავაც იყოს, რატომღაც ესე მგონია. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს პრიორიტეტი და აი ამ საქმის დასრულებაც შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია ვიღაცას პირდაპირ გაგებით კარი მიუხუროთ წვირწინ არ დააბრუნოთ თქვენს ცხოვრებაში ან გაიჯახუნოთ კარები და წახვიდეთ, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და მნიშვნელოვანი საქმის შესრულებით გამოირჩევა თევზებისთვის მარტის თვე. ვნახოთ ტაროც რას გვეტყვის, ტაროც ზუსტად ამას გვეუბნება და მაინც ვიხრები იმით, რომ უმრავლესობისთვის ეს კარის დახურვა იქნება რაღაც მნიშვნელოვანი გეგმის ბოლომდე მიყვანით გამორჩეული ნეგატიურ ჭრილში უფრო ნაკლებად ვარაუდობ კარის დახურვას, იქნება შეიძლება ერთეული შემთხვევა, მაგრამ სამომავლოდ ეს მაინც თქვენთვის თქვენივე ბედნიერებისთვის და თქვენივე მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება, შეიძლება დაასრულოთ რაღაცა ტოქსიკური ურთიერთობა, რაც დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ აი მარტის თვეში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტრანსფორმაციას ასრულებთ, ტრანსფორმაციას, უფრო აქ არის კიდევ იმაზე მინიშნება, რომ თევზები, რომელიღაც თევზები თქვენ შორის ვინც ისმენს მარტის თვეში თავის მისიას აღმოაჩენს, მიაგნებს, ან რაღაცა აი ამ მისიის ცხოვრებაში რა მისიაც გააჩნია,
ამ მისიის შესრულებას დაიწყებს იმ თვალსაზრისით, რომ გაივლის საჭირო პრაქტიკას, მიიღებს ცოდნას, არ ვიცი რატო ვლაპარაკობ ახლა კონკრეტულად ამ სიტყვებს, ისევ ვიმეორებ ჩემო კარგებო, მე ვარ ტაროლოგი და მე ვარ ემპათი ექსტრასენსი და ვეყრდნობი რა თქმა უნდა ტაროს კარტებს და ძირითად მნიშვნელობებს და ასევე ჩემს შეგრძნებებს აი ამ სიტუაციების წერად და ვფიქრობ, რომ ვიღაცამ რეალურად იპოვა საკუთარი გზა, საკუთარი მისია, დანიშნულება და აი მარტის თვეში ამას აღნიშნავს კიდევაც. შეიძლება ვიღაცამ, რომელიღაცა თქვენგანმა თავი იპოვა რაღაცა კონკრეტულ სფეროში, გადადგა გარკვეული ნაბიჯები, შეასრულა რაღაც სერიოზული სამუშაოები, მიიღო ცოდნა, თქვათ ვიღაცამ სალონი გახსნა, ვიღაცამ რაღაც ისწავლა და უკვე პრაქტიკაში იწყებს ამის გამოყენებას, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს რაც მისია და მიზანი შეასრულეთ, ani თქვენი, რომელიც მოგიტანთ სულიერ კმაყოფილებას და ბედნიერებას და იპოვეთ თქვენი საკუთარი თავი. დავარქმევდი ასე სერიოზული ტრანსფორმაციები გაქვთ გაგვვლილი და აი ეს დაგვირგვინდება მარტის თვეში ძალიან პოზიტიურად. და ვნახოთ ფინანსები, ფინანსური მხრივაც ჩემო კარგებო, ნუ თევზებს გადასარევად გექნებათ ყველაფერი, აი ზუსტად რომ გავაგრძელოთ თითქოს ეს ისტორია, აი აქაც ხედავთ წყლისამიანი, აქაც ხედავთ წყლისლამიანი, დღესასწაული, აღნიშვნა, რაღაც მხიარულება, თუნდაც ვიწრო წრეში, და აქ უკვე ოჯახიც გვაჩვენეს და ფინანსებს როცა უყურებთ პენტაკლების 10-იანი, აი ძალიან კარგი მატერიალური მდგომარეობაა, ისევ და ისევ ეს არის თქვენ მიერ ჩადებული შრომის შედეგი და თუ კი ეხლა რომელიღაც აი ფინანსური კუთხით რომელიღაცა თევზები ეხლა იწყებს რაღაც საქმიანობას, არ გაჩერდეთ ჩემო კარგებო, რაც მეტ ენერგიას და დროს დაუთმობთ ამ თქვენ საქმიანობას, მაქსიმალურად შეისწავლით ყველაფერს და იქნებით პასუხისგებლიანი და აქტიური, შედეგებით შესაბამისი იქნება, რა საქმესაც არ უნდა ჩაუყაროთ საფუძველი, თუნდაც წამოიწყოთ მარტის თვეში, ყველაფერი იქნება განსაკუთრებულად კარგი შედეგებით დასრულებული, ჩემო კარგებო, და გადავიდეთ პირად ცხოვრებაზე. აქ არის, ვისაც რა თქმა უნდა არ აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში, ბედნიერი წყვილები არ უყურებთ, ამაზე შევთანხმდეთ, როცა პირადზეა ლაპარაკი. მარტის თვე იქნება დატვირთული რომანტიული მოვლენებით, სხვათა შორის სიმშვიდით და აქ განსაკუთრებული ის არის, რომ აი შეხედეთ კარტები, აი ამას სპეციალურად ვიღებ ხოლმე პირად ცხოვრებაზე. რომანტიულ ტაროს გვაქვს წყლის რაინდი, ხმლების 4-იანი და განკითხვის დღე და რა არის აღსანიშნავი, რატო გაჩვენეთ ესე კონკრეტულად კარტი. ხმლების 4-იანი შეხედეთ ორივეს ყავს თავისი წყვილი, ანუ პარტნიორები ყავს თავისი წყვილი და ხმლების 4-იანი ზოგადად არის სტაბილურობის, სიმშვიდის სიმბოლო. დასვენების სიმბოლო, პაუზაც არის ზოგჯერ, მაგრამ აი ამ კომბინაციაში პაუზა ნამდვილად არ არის, რადგან წყლის რაინდი გვეუბნება, რომ იქნება მარტის თვე რომანტიული თავგადასავლებით დატვირთული და მინდა ვთქვა განსაკუთრებით მარტო ხელა თევზებისთვის და წყვილში ვინც არის ისიც და ბედნიერად ვინც გრძნობს თავს პარტნიორთან და აქვს რა თქმა უნდა ეს რომანტიული მომენტები, თუნდაც მეუღლესთან და არაკლია ეს შვენიერი თბილი მოვლენები მის ცხოვრებაში, არის ვინც წყვილშია, არის თავის პარტნიორთან, თავის კარმული პარტნიორი დაარქვით, თავისი ბედი დაარქვით, ახლა სხვადასხვა ინტერპრეტირება ხდება ამ სიტყვების, მაგრამ არის თავის ადამიანთან, აი ესე უფრო კონკრეტულად ვთქვა, თავის წყვილთან. და ვინც მარტოა, ის იპოვის აუცილებლად თავის ადამიანს, იმ ადამიანს, ვისთანაც სამყაროს კანონებით უნდა იყოს და ვისთანაც იქნება ბედნიერი. აი ძალიან ესეთი პოზიტიური გამოვიდა ეს გაშლა, ძალიან მესიამოვნა. მით უმეტეს რომ ერთი ქალიშვილი მყავს თევზები და მართლაც აი ახლა რომ დავაკვირდი, რაც წავიკითხე, რეალურად ჩემი შვილს ძალიან უხდება, ასე ვთქვათ, რეზონირდება ჩემი შვილზე ეს გაშლა. ეს იყო წყლის ნიშნები. მომდევნო გადავიდეთ ჰაერის სტიქიაზე.